გიორგი ჭანტურია წავიდა და ახლა სამეურვეო საბჭო მის შემცვლელს ეძებს, ვინ მოიაზრება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ ხელმძღვანელად და რა პროცედურებია საჭირო, რომ გენერალური დირექტორი დამტკიცდეს, თუმცა მანამდე მედია ექსპერტები იმ ხარვეზებზე საუბრობენ, რომელიც გიორგი ჭანტურიას მმართველობას უკავშირდება. რატომ ვერ შეძლო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საზოგადოების ნდობის მოპოვება? თამარ ბუბაშვილი მუშაობდა თემაზე და ის ახლა პირდაპირ ეთერში სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჩაგვერთვება. თამუნა გისმენთ. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის მსურველთა ვინაობა ჩვენთვის ამ დროისთვის ცნობილი არ არის, თუმცა ცნობილია ის კრიტერიუმები, რასაც გენერალური დირექტორი უნდა აკმაყოფილებდეს. კანონის მიხედვით მას უნდა ჰქონდეს საზოგადოების აღიარება და ნდობა, ასევე უმაღლესი განათლება და 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება. გენერალურ დირექტორს სამეურვეო საბჭო ირჩევს, რომელიც 15 წევრისგან შედგება, თუმცა მაშინ, როდესაც სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად გია ჭანტურია აირჩია, საბჭო 9 წევრისგან შედგებოდა. მათი გარკვეული ნაწილი დღემდე რჩება სამეურვეო საბჭოს წევრად. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს და როგორი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბოლო 4 წელი, ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ მოიპოვა საზოგადოებისთვის სანდო ტელევიზიის სახელი. ჟურნალისტი ია ანთაძე გია ჭანტურია 3 წლიანი მუშაობის შედეგებს აფასებს. ამბობს, რომ მცდელობის მიუხედავად ტელევიზიამ საზოგადოების ნდობა ვერ მოიპოვა და მეტწილად ხელისუფლების ინტერესების გამტარებლად მოიაზრებოდა. ცოდნა, უნარები და დამოკიდებულება ასეთია ის კრიტერიუმები, რომლებსაც ია ანთაძის აზრით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი უნდა აკმაყოფილებდეს. თუ საზოგადოება ამას შეეგუება, რა თქმა უნდა, თვითონ საბჭო იქნება დაინტერესებული, რომ აირჩიოს სხვა გია ჭანტურია პირობითად, რომ ვთქვათ, და ყველაფერი გაგრძელდეს ისე, როგორც იყო აქამდე. არაფერი ამითი კატასტროფული არ მოხდება, ასე ვთქვათ, ქვეყანა არ დაიქცევა, მაგრამ ჩვენ კიდევ კარგ ახალს არ გვექნება საზოგადოებისთვის სანდო საზოგადოებრივი ტელევიზია. გენერალურ დირექტორს არხის სამეურვეო საბჭო ირჩევს. საბჭოს წევრებს პარლამენტი ნახევარზე მეტი ხმით ამტკიცებს. გენერალური დირექტორის არჩევისას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. სამეურვეო საბჭო რეალურად ეს იყო ფაქტობრივად პოლიტიკური ნიშნით შერჩეული ადამიანები და შესაბამისად ყველა წევრი სამეურვეო საბჭოსი პირდაპირ თუ ირიბად იყო დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან. კანონის მიხედვით სამეურვეო საბჭოს წევრების დასახელება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა წევრობის მსურველთა უმრავლესობა პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი კანდიდატები იყვნენ. ზვიად ქორიძე ასეთ შეთანხმებას მაშინ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას უკავშირებს. რატომ ასახელებდნენ კანდიდატების უმრავლესობას პარტიები, ამის შესახებ დღევანდელ უმცირესობას კომენტარი არ გაუკეთებია. უმრავლესობა კი სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს. პრეტენზიები სამწუხაროდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ არსებობდა, ამაზე ბევრი გვისაუბრია. სიმართლე გითხრათ, ეხლაც არსებობს, იმიტომ რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ნამდვილად არ დგას იმ დონეზე და არ აკეთებს იმ საქმეს, რაც მას მოეთხოვება ნამდვილად. სამეურვეო საბჭოს წევრების უმრავლესობა, რომლებმაც წლების წინ ნდობა გია ჭანტურიას გამოუცხადეს, უახლოეს მომავალში ტელევიზიის ახალ გენერალურ დირექტორს აირჩევენ. სამეურვეო საბჭომ დირექტორი ვაკანსიის გაჩენიდან 1 თვის ვადაში უნდა დაასახელოს. მედია კოალიციის წევრები ფიქრობენ, რომ სამეურვეო საბჭოს არჩევის წესი უნდა შეიცვალოს, სასურველი იქნება თუ საბჭოს წევრობის კანდიდატებს არა პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოების წევრები დაასახელებენ. თამარ ბუბაშვილი საუბრობდა